მოგესალმებით, ეთერშია Talk to Regions. Სოლიდარობა მზია ამაღლობებს და ყველა სინდისის პატიმარს. ვინ იცავს ბავშვთა უფლებებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში? სკოლამდელი განათლების სპეციალისტის გიორგი მესხიძის თქმით, ამ დროისთვის კერძო საბავშვო ბაღებს მონიტორინგს არც ცენტრალური და არც მუნიციპალური ორგანოები არ უწევს, გარდა ბაღის მენეჯმენტისა. ჩვენ საკითხით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც ახალციხის კერძო ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა 5 მაისს მოხდა, თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია გარდაცვალების მიზეზი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი გათიშულია, ხოლო ბაღში სასწავლო პროცესი უკვე მესამე დღეა შეწყვეტილია. სკოლამდელი განათლების სპეციალისტი გიორგი მესხიძე გვეუბნება, რომ 2016 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც კერძო ბაღისთვის აკრედიტაცია მუნიციპალიტეტებს უნდა მიენიჭებინათ. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს უნდა გაეწია მონიტორინგი საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების და სხვა სტანდარტების დაცვის მიმართულებით. მისივე თქმით, ამავე წელსვე საქართველოს მთავრობას დაევალა ავტორიზაციის წესის მიღება, თუმცა ასე არ მოხდა. 2022 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ბაღების ავტორიზაცია განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს დაევალა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ავტორიზაციის პროცესი. ავტორიზაცია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 4 წელში ერთხელ უნდა გაიაროს. რა გახდა ცვლილებების მიზეზი? ამის გარკვევა ჩვენ სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაციაში ვცადეთ, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში გვეუბნებიან, რომ აკრედიტაციის პროცესი წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც იგეგმება როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღების აკრედიტაცია. შესაბამისად, მათვე დაევალებათ დაწესებულებების მონიტორინგიც. ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია იმ დაწესებულებათა სია, რომლებმაც წელს უნდა გაიარონ აკრედიტაცია. თუმცა ამ სიაში ის ბაღი არაა, რომელშიც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. კანონის მიხედვით ეს პასუხისმგებლობა გარკვეულწილად ასევე იყო გათვალისწინებული კერძო ბაღებზე, როცა საუბარი იყო, რომ მუნიციპალიტეტი განახორციელებდა ამ ბაღების ავტორიზაციას. ანუ მე ვთქვი, რომ ეს არ არის ლიცენზირებადი საქმიანობა, არამედ ეს არის ავტორიზაციის საკითხი. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა გადიოდნენ 4 წელიწადში ერთხელ, ასე ვთქვათ, ავტორიზაციას. ეს ისე უხეშად რომ ვთქვათ, ანუ ეს პროცესი ნიშნავს, რომ დაწესებულება უნდა შემოწმდეს სხვადასხვა კუთხით, როგორი არის დაცული სხვადასხვა სტანდარტები, მათ შორის უსაფრთხოების სტანდარტი. ეს კანონი გათვალისწინებული იყო, როცა კანონი 2016-ში იყო მიღებული როგორც მუნიციპალიტეტის საქმიანობა და მთავრობას ამ ავტორიზაციის პროცესის დასაწყებად შესაბამისი წესი უნდა შეემუშავებინა. თუმცა მთავრობამ ეს არ გააკეთა და შემდეგ დაახლოებით 6 წლის მერე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაღების ავტორიზაციაც განეხორციელებინა განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც ეს პროცესი დაიწყო და წელს რომელი ბაღებიც გადის ავტორიზაციას, ეს ნუსხა დევს. ამ ნუსხაში არის კერძოც და საჯარო ბაღებიც, შესაბამისად, კერძო და საჯარო ბაღებში რომ იყოს დაცული ყველანაირი სტანდარტი, ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, მას შემდეგ რაც ეს ბაღი გაივლის ავტორიზაციას. რამდენადაც ეხლა ეს არის ეტაპი, როცა ავტორიზაცია ახალი დაწყებული, არავის არაა გავლილი, ასე ვთქვათ, ავტორიზაცია, ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ არის დაცული უსაფრთხოების საკითხები, ანუ ამ უსაფრთხოებიდან თუ გამოვრიცხავთ სახანძროს და კვებას, იმიტომ რომ ამურზე ერთზე, ესე იგი, შესაბამისი სამსახურები, სურსათმისმმლებლობა და სახანძრო ახდენენ კონტროლს, დანარჩენ საკითხებზე, ასე ვთქვათ, რამდენად კვალიფიციურია პერსონალი, ვთქვათ, ან იქ რაღაცა ძილის და იმის პირობები როგორ არის დაცული, ამაზე პასუხისმგებლობა არც ერთ უწყებას არ აქვს. უხეშად რომ ეს არის გარკვეულწილად იმ დაწესებულების პასუხისმგებლობა, სადაც, ასე ვთქვათ, ბავშვები იმყოფებიან.
და მაინც რა როლი აქვს მუნიციპალიტეტს? გიორგი მესხიძის თქმით, მუნიციპალიტეტის ბავშვთა უფლებების კოდექსის ფარგლებში შექმნილი განყოფილებების წარმომადგენლებს შეუძლიათ მონიტორინგი გაუწიონ თუ რამდენად არის დაცული კერძო ბაღებში მყოფი ბავშვების უსაფრთხოება. რამდენად იყო ჩართული მუნიციპალური ორგანოების საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვების უფლებების შესწავლის მიმართულებით და რა იგეგმება ახლა. უწყებიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. ჩვენ ასევე დაუკავშირდით ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს მარინა მერაბიშვილს, რომელმაც გითხრა, რომ კერძო ბაღები მათ რეგულირებას არ ექვემდებარებიან. შესაბამისად, პროცესზე არც ზედამხედველობას ახორციელებენ. არსებობს ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტებმა ბავშვის უფლებები უნდა დაიცვან. რა თქმა უნდა, უპირველესი სიცოცხლის უფლება და შესაბამისად ამ სამსახურებმა, ზოგან სამსახურია, ზოგან განყოფილება უნდა მოახდინონ მხარდაჭერა ოჯახების და ბავშვების სწორედ იმ კუთხით, რომ უფლებები იყოს დაცული. იქ რაღაცა დაკონკრეტებულია ბავშვის უფლებათა კოდექსში, რომ ეს მაგალითად იქ მუნიციპალიტეტმა თვალი ადევნოს, რომ ალკოჰოლური სასმელები არ მიყიდონ, მაგრამ ეს ხო საკმაოდ ფართოა, ანუ ეს არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ნახეთ როგორ არის ჩვენთან სამწუხაროდ ესე ხდება აღქმა, რომ აუცილებლად მხარდაჭერა უნდა გაუწიოთ იმას, რომელიც აი უკვე რაღაცა რა ვიცი მე შიმშილისგან სული მისდის რა და მანამდე არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ზოგადად პრევენციული ღონისძიებების კუთხით არაფერი არ ხორციელდება. ხორციელდება ხოლმე, აი როცა ურემი გადაბრუნდება და არ იქა მე ან სახანძრო რაზმის პრინციპით მოქმედება, ხო, გაჩნდა ხანძარი, გავიქეცით და უითურმე, ეხლა აბა ვისი ის არის, ხო? ანუ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რა თქმა უნდა და აი ამ სამსახურებს შეუძლიათ რომ შეიმუშავონ გარკვეული ღონისძიებები, აქ უნდა იყვნენ სოციმუშაკებიც, ფსიქოლოგებიც, ასე შემდეგ და არ დაელოდონ, ასე ვთქვათ, ურემის გადაბრუნებას და იმოქმედონ. ეხლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა 1, 2 თუ 5 ადამიანი იმ უზარმაზარ საქმესაც ვერ გაწვდება. ანუ ესეც გასაგებია, ხო? სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორის ზაალ გელაშვილი დანიშვნისთანავე რეგიონულ მედიას ბლოკავს. ბესიკ ამირანაშვილი ზაალ გელაშვილმა გუშინ ჩაანაცვლა. ჩვენ გელაშვილთან დაკავშირებას გუშინად ვცდილობდით, თუმცა უშედეგოდ. თავდაპირველად მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა, შემდეგ კი დაგბლოკა. მას შემდეგ, რაც გუშინ ჩვენი ორი კოლეგის ნომერი დაბლოკა, გელაშვილს ჩვენი რედაქციიდან წალკის ბიუროს ჟურნალისტიც დაუკავშირდა. გელაშვილმა მის ზარს უპასუხა, თუმცა კითხვებს არ ადათქვა, რომ მალე პრესკონფერენცია ექნებოდა. მეორე დღეს გელაშვილმა უკვე ისიც დაბლოკა. დღესვე გელაშვილს ჩვენი კიდევ ერთი კოლეგა დაუკავშირდა. სამცხე-ჯავახეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გვეუბნება, რომ ჩვენი 3 კოლეგის ნომერი არ დაუბლოკავს. საუბრიდან ზუსტად 2 წუთში ჩვენ კვლავ ვცადეთ დაკავშირება, თუმცა ნომერი ისევ დაბლოკილია. ნახოთ ვიდეო. ჩემი კოლეგები ცდილობდნენ გუშინ და დღეს თქვენთან დაკავშირებას. მათ აქვთ განცდა, რომ თქვენ მათი ტელეფონის ნომრები დაბლოკეთ, იმიტომ რომ ვეღარ გიკავშირდებიან და ამის გადამოწმება მინდოდა რამდენად სწორია. არ დაბლოკავს არავინ. აბა რატომ ვერ გიკავშირდებთ? ანუ ეხლა რომ დაგირეკოთ მაგალითად იგივე ჩემმა კოლეგამ იგივე ნომრიდან ის დაგიკავშირდებათ? ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრთან ერთად ირაკლი კობახიძე პარტიის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელიც იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. ყრილობა, რომელზეც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და წევრები აირჩიეს 20 წუთი გაგრძელდა. პოლიტსაბჭოს წევრებად არჩეული 15 პირიდან 10 მეგობარი აქტის ფარგლებში სავარაუდოდ სასანქციო სიაშია. სია ჯოურსონმა გუშინ გამოაქვეყნა. აქვე გეტყვით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატამ მეგობარი აქტი მიიღო. მეგობარი აქტი არის საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის. ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ასეთია: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვორსკი, თიაწო ლუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, სულხან თამაზაშვილი, ნინო წილოსანი. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან შესაძლო სანქციები ემუქრებათ ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, შალვა პაპუაშვილს, მამუკა მდინარაძეს, თიაწო ლუკიანს, ვახტანგ გომელაურს, მაკა ბოჭორიშვილს, დიმიტრი სამხარაძეს, სულხან თამაზაშვილს და ნინო წილოსანს. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტია დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს და Facebook გვერდს. გვამადლობთ რომ გიყურებთ. დროებით.